ვეთანხმებით თუ არა თამბაქოზე ფასების ზრდას. ვეთანხმები, რომ ერთი 5 ლარი კი არა, ერთი 10 ლარი გახდეს. რომ ახალგაზრდებმა შეეშვნა ამ სიგარეტის მოწევას. და შეიძლება ცოტა ხალხი აზზე მოვიდეს, რომ თავს იწამლებს და თავს იკრავს. თამბაქოსთან არაფერი შედის, რომ არავინ აღარ მოწიოს. ხო, არავინ არ მოსწიოს. არა. რატომ? იმიტომ რომ ყველა მწეველია საქართველოში. არა, დედა, რა თქმა უნდა, არა. რატომ? რა ვიცი, ხალხი ცოდვაა, მე არ ვეწევი ამ სიგარეტს, მაგრამ ვინც ეწევიან ქალები და კაცები ხო ცოდნი არიან. კი, ვემხრობ. იმიტომ რომ ნაკლებად ხანსაცნობი იქნება და რაც უფრო ნაკლები მწვაველი მკეთესია. ვეთანხმები. რატომ? იმიტომ რომ ეს ხდება ერთ-ერთი შემაკავებელი სიგარეტის მწველების წინააღმდეგ. უფრო გაზარდონ თანხა, იმიტომ რომ მე არ ვეწევი და ვინც ეწევა ჩემ გვერდით, ამით შეწუხებულია ფაქტობრივად. ჩვენ სურვილზეა, არ ვეთანხმები თუ ჩემზეა დამოკი. არ ვეწევი და შესაბამისად არის მანქანანაირ აზრი მოგესწრება დაკავშირებით. არა. რატომ? არ უნდა ღირეს საქართველოში ესეთი ფასები. არა მხოლოდ იმიტომ რომ მე არ ვეწევი, საერთოდ ზრდა არ მომწონს. თამბაქოს არ ვეწევი და რა გითხრა, ნამდვილად ცოდვაა ეს ხალხი ვინც ეწევა. კი. ყველგან ესე ძვირია და ნორვეგიაში რა ღირს თამბაქო? შვეიცარიაში რა ღირს თამბაქო? ოიაფი იყო და ხო გააძვირებენ უფრო. ვინც ეწევა, იმისთვის არ არის კაი. ვინც არ ეწევა, იმისთვის კაია. არ აქვს აზრი და იმიტომ. კი. რატომ? ჯანმრთელობისთვის მაბნია. უნდა გაიზარდე. ეს ვიღაცა ეწევა პატეში გადაჩვენს ძლიერ ვერ გედიაშვენ მოეკლა. იმან რა ხმას შეიძლება ფასი. არა, რა თქმა უნდა. რატომ? რატომ და ძვირია და იმიტომ. რათ უნდა მაგას კითხვას? არ ვეწევი და მაი სულ მაგელს მე. არ ვეწევი. სიგარეტი ვაფშე კარგი არ არის და რა ვიცი. ჩვენთან ხო მაინც ევროპა არ არის ჯერ გენაცვალე მთლიანად და ესეთი ხელფასები არ არის. ხალხს უჭირს და ზოგი საერთოდ არ იყიდის ახლა არც პარლამენტს, არც მალბოროს, არც ელემს და სხვა სიგარეტზე გადავა. ის ომეგა ფირმა მე მგონი დაიკეტება.